ეს იყო პირველი სკანდალი თქვენ ცხოვრებაში, რაც მოხდა. ალბათ უკანასკნელი. იმედია უკანასკნელი. მაგრამ მოდი დავიწყოთ ამ თემაზე, რომელზეც თქვენ არასოდეს გილაპარაკიათ საჯაროდ. რა მოხდა? ვინ არის ეს ქალბატონი, რომელიც გარდაიცვალა და რომელმაც მემკვიდრეობით დაგიტოვათ, როგორც ამბობენ სახლი, ანგარიშზე თანხა. ანგარიშზე თანხა არის ნამდვილად. თქვენ მომიყევით. მოკლედ დავიწყოთ, ვინ არის ეს ქალბატონი? მე ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში 2000 წელს. კათედრა არსებობდა ანატომიის და ყველაზე მკაცრი ლექტორი იყო პროფესორი მაიეტ გებუაძე. რატომღა ჩემი ჯგუფი მოხვდა ამ ქალბატონის პრაქტიკულზე? ან თქვენ დაახლოვდით იმ პერიოდში, როდესაც თქვენი ლექტორი გახდა? დიახ. და ეს იყო ქალბატონი, რომელმაც პირველად წამიყვანა კონფერენციაზე ბულგარეთში, რომლის საშუალება მე არ მქონდა პასპორტიც რო თვითონ გამიკეთა. ანუ ძალიან ახლოს იყავით. ვერ გეტყვი რატომ, მაგრამ ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ყველაფერს მიკეთებდა, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა. როდესაც სახელმწიფო გამოცდაზე შევდიოდი, კარებთან იდგა და მელოდებოდა რას მივიღებ და მე ხუთი მივიღე მის საგანში და რო გამოვედი ეგრეც ვიცოდიო მითხრა. ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ აქირავე ბინაში ცხოვრობთ. ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისში არც სახლი მქონდა, არაფერი არ მქონდა, არც წიგნის ყიდვის საშუალება არ მქონდა, რაღაცა იყო რა, რთული პერიოდი იყო. პროფესიულად გეხმარებოდათ, რომ განვითარებულიყავით. ცოდნასაც გაძლევდათ. ფინანსურადაც გეხმარებოდათ, როდესაც გიჭირდა. იყო მომენტი, როდესაც თქვა მე სადოქტოროს ვაკეთებდი. საერთაშორისო ჟურნალებში ბეჭდვა ძალიან ძვირი ღირდა და ძალიან ძნელია 24 წლის რო გახდე დოქტორი. ძალიან ძნელია. თან მე არ ვიყავი სოციალური ფენა, ვისაც მატერიალურად ამდენი შეეძლო. ამას მიბეჭდავდა, მაგრამ მისი სახელი და გვარი, ჩემს სახელს და გვართან აროზოს არ იყო. და გარკვეული პერიოდის მერე რო ვკითხე რატო, მითხრა რომ მე ვიც მტერი მყავს რომ შენ არ დაგიშაოს. ან თქვენ იმპერიც რომ არ გამختارიყო, მისი მტერი, ჩემი მტერიც რო არ გამختارიყო. ამ ქალბატონს არ ყავდა ოჯახი. ამ ქალბატონს არ ყავდა ოჯახი, მე მის ოჯახის შესახებ დაძმის შესახებ ვიცოდი რომ ყავდა, მაგრამ კონტაქტი არ ქონდა ვიცოდი. ჩვენ მის ოჯახის შესახებ არაზოს არ მისაუბრია სიმართლე რო გითხრათ. თვითონ არ საუბრობდა საკუთარ დაძმაზე. და ბუნებრივია არც კითხავდა. რატომ და მეკითხა? ის ჩემი ლექტორი იყო და კეთილმოსურნე ადამიანი, რომელიც ჩემით ყოველთვის ამაყობდა საერთაშორისო კონფერენციებზე. და როდესაც ერთად მივიდიოდი კონფერენციაზე, ის არაზოს არ იყო მომხსენებელი, სულ მე ვიყავი. ის უფევიდან მიყურებდა და ხელს მაჩვენებდა. რო კარგია. ესე რო იყო, ესე იგი ეს იმას ნიშნავდა, რომ ასე უნდა გამეგრძელებია. ლევონ, არასოდეს არ გიკითხავთ, მე ვიცი რომ ანდერტში წერია მიზეზი, რის გამოც არ ქონდა ურთიერთობა საკუთარ დაძმასთან. პანდემია რო დაიწყო. ყველამ შევწყვიტეთ ხო ურთიერთობა, მაგრამ ყოველდღიურად მესიჯები მქონდა. თქვათ, როგორ ახარ, მაგრამ ერთი დღე იყო და მე არ პასუხობდი ზარებს იმართლე რო გითხრათ, არავისას იმ პერიოდში, როდესაც შევდიოდი. თქვათ, იმ რეანიმაციაში ამ ჩამყუტით 8-12 საათი რო არ გამოვდიოდი და რამოდენიმეჯერ დამხვდა მისი ნარეკი. და რო გამოვედი დაურეკე და მითხრა რომ ყლაპო არ შეეძლო. და ვკითხე რამდენი დღეა რომ დაგეწყო და არ გითხარი პანდემიის პერიოდში, მაგრამ ძალიან დიდი ხანია რომ მეტყველება გამიჭირდა. სიმართლე რო გითხრათ, ძალიან არ მესიამოვნა ხმა, იმიტომ რომ ეს ის ხმა არ იყო, რომელიც ყოველდღე მირეკავდა. და მივედი მასთან სახლში და დამხვდა განადგურებული დაახლოებით 20-25 კილო დაკლებული, აი ამ 4 თუ 5 წლის განმავლობაში არ მყავდა ნანახი. მეორე დღეს წამოვედი ჩვენთან წამოვიყვანე, თხოლთან ერთად მივაკითხე. გადავიღეთ, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე კატე და აღმოჩნდა თავქეს სიმსივნე, რომელიც აწვებოდა სახმოიქვს და მას მეტყველება ამის გამო ქონდა დარღვეული. ბევრი ვიკვლიეთ, 20 ცენტშიც ვიყავით, პეტიც გავაკეთეთ, რა ვიცი, ყველაფერი გავაკეთეთ. ერთად რომ რამე საშველი დადგომო და საზღვარგარეთაც გვინდოდა წასვლა. სამკურნალოდ? სამკურნალოდ, მაგრამ გზა ჩაიკეტა. მაგ დროს პანდემიის გამო და ვერ წავედით. მაგრამ გაგზავნილი ქონდა აბსოლუტურად ყველაფერი და იქაც შედეგი დადგებოდა, რაც შედეგი ვთქვათ, ჩვენ ქვეყანაში დადგა, იმიტომ რომ
ქართულმა ექიმმა გაუკეთა, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს. ოპერაცია. თუმცა აქ ერთი ბრალდება მინდა გავაჟღერო, რომელსაც ამ ქალბატონის დაძმა, რომელზეც კიდევ ვისაუბრებთ, ამბობენ, რომ ეს ოპერაცია არ იყო აუცილებელი, გასაკეთებელი და ლევანის დაჟინებული მოთხოვნით გაკეთდა. ეს ოპერაცია ლევანის დაჟინებით მოთხოვნით არ გაკეთებულა, იმიტომ რომ იმ ოპერატორს, ვინც ქირურგი იყო და მოღვაწეობდა გერმანიაში, ლევანი არ იცნობდა. მაიას ყავდა მეგობარი, ეს არის პროფესორ დიმა კორძაია და ბატონმა დიმამ გააცნო ეს ქირურგი. ქირურგმა ეს მას საცოცხლო ჩაუტარა. და ეს იმდენად ჭკვიანი ქალბატონი იყო, რომ რაღაცა ამას წინა დრო ვიყავი მასთან სახში, ნახე პაპკა, სადაც ეწერა რა კითხა ექიმს და რა უპასუხა. ჩაწერილი ქონდა. კი. და ანუ მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ თუ არსებობდა 000 რაღაც, მან ეს კარგად იცოდა, რომ სიცოცხლე სრულდებოდა მისი. იმ ანდერძს მას რო ცოდნოდა, რომ აი ანდერძის თემაზე მივედით. მოკლედ, ამ ქალბატონმა დაწერა ანდერძი, თქვენ დაგიტოვათ სახლი, სამეცნიერო ნაშრომები და ანგარიშზე თანხა. როდის მოხდა ამ ანდერძის დაწერა? სიკვდილამდე რამდენი ხნით ადრე? მე როგორც ნახე ეს ანდერძი დაწერილია ივნისის თვეში. მე ანდერძი მომცა ნოემბერში, როცა ჩვენთან დაწვამ, დამიტოვა ჩანთა და მითხრა, რომ აქ ის დევს, რაც უნდა გააკეთო. მე მასთან ერთად წინა დღეს დილის 7 საათზე დამიბარა და ვიყავი მასთან მისული და მითხრა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ თუ რა უნდა ჩამეცმია, თუ რა უნდა გამეკეთებია, თუ რა უნდა დამესაფლავებია, თუ რომელი ფეხსაცმელი და ასე და ასე შემდეგ. და რომ იყო ანდერძიც? რომ იყო ჩანთა, რომელიც მან მე ოთახში შემომიტანა და ამ ჩანთაში ეწერა ის ყველაფერი, რაც მე მან სეპირსიტყვერად მითხრა. რომ ქონებას გიტოვებდა თქვენ? რომ ყველაფერს მიტოვებდა მე. გაგიკვირდათ ეს მომენტი თუ ძალიან გამიკვირდა. მას ყავდა დაძმა და მე არაფერს შუაში არ ვიყავი, თქვათ. არ დაუსვით ეს კითხვა, რომ თქვენ ყავთ დაძმა და მე მიტოვებთ ყველაფერს. არა, ანდერძამდე არ დამისვია. ერთი პერიოდი იყო, ოქტომბრის შუა რიცხვები იყო, მე არ ვიცი. დარება და ამიტომ ტაქსებიც არ დადიოდნენ და ამის 2 საათი იყო ამერიკა და მითხრა მომწერა მესიჯი, რომ ვიხრჩობი მიშველე. და დაურეკე, რომ გამოიძახეს ასწრაფო. მას თავის ავადმყოფობის შესახებ არავინ არ იცოდა, რამოდენიმე ადამიანის გარდა. ნუ თავისივე ინიციატივით ხო არ უნდა თქვა? რა თქმა უნდა. ეს მისი გადასაწყვეტი. არც მისმა ოჯახის წევრებმა აქვე დავკონკრეტდები დაძმამ თუ არ იცით ამის შესახებ? არ ვიცი, იმიტომ რომ იძლევს მევედი დიდი ღომამდე და ცოტა ცუდ რაღაცა იყო რა და მოწეს რიგ დაწნევაც აეწია, ღებინების გზნობაც მოეხსნა. უთხარი რომ ქალბატონ მაია, თქვენ ხო ყავთ ძმაც და დაც, გეხვეწებით, მე არ შემიძლია ასე ყოველდღეს სირბილით, ამ პანდემია და იქნებ თქვენ ოჯახს დაეკონტაქტოთ. მან მითხრა რომ ხმამაღლა ვიყვირა რას მელაპარაკები. მან ისეთი რაღაც მომიყვა, რომელმაც ოჯახმა ძალიან კარგად იცის. ანუ რატომ არ ქონდა ურთიერთობა ოჯახის წევრებთან? ოჯახის წევრებთან. ეს არ ითქმის ეს საჯაროდ? არა. გამწუხარდა არა. ეს იყო და ეს მე ამ თემაზე აღარ მისაუბრია. და ბევრს გაუჩნდება შეკითხვა და გასჩენია ალბათ, როდესაც ანდერძი დაწერა, ადეკვატურ მდგომარეობაში იყო? მაიკო ბოლო წუთამდე საოპერაციის შესვლამდე აბსოლუტურად კონტაქტურ ადეკვატური იყო. და რა ქონებაზეა საუბარი? ეს არის ბინა, სამეცნიერო ნაშრომები და ბანკის ანგარიშზე თანხა? ეს არის დიღომში ბინა, ძველი ბინა. ეს არის ბანკის ანგარიშზე, რაც თანხა იყო. ეს გამოვიტანე, ეს მას ასე უნდოდა, რომ თავის ბოლო პენსია ყველა მიხაკი მეყიდა აბსოლუტურად და დამედო. მე თვითონ ჩავაცი მიცვალებულს და ანუ ესეც წერია, რომ ყველაფერი მე უნდა გამეკეთებია და აბსოლუტურად ყველა გადატეხილი თავებით, თავიდან ბოლომდე ეს მიხაკით იყოს. და ეს იყო და ეს ანგარიშზე არ დევს თანხა? არ დევს. მე არ მინახავს და სადმე თუ დევს და მე ეს თანხა ამ ანდერძის მიხედვით არ გადმომცემია. ეს ქალბატონი სამწუხაროდ დაიღუპა, ანდერძიც გაჟღერდა და
გამოჩნდა დაძმა ამ ქალბატონის, რომელიც ბრალს გდებთ იმაში, რომ ქონება მიითვისეთ. მე არაფერი არ მიმითვისებია, მე ანდერძი შევასრულე. რაში გდებთ ეს ოჯახი ბრალს? ვერ გეტყვით. ეს თავიანთ გადასაწყვეტია, რაში მდებენ ბრალს. მე თავის დროზე ძმა მადლობას მიხდიდა. რისთვის? რომ მისდას უპატრონე. ლევან, ამ ოჯახთან გქონდათ შეხება, დაძმას იცნობდით მანამდე თუ არა? არა. ამ ფაქტის შემდეგ გამოჩნდნენ და გექნებოდათ საუბარი. დასთან არა, რა თქმა უნდა. დასთან არ ქონიათ საუბარი. ძმამ მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ პატრონობდით ამ ქალბატონს. მერე რა შეიცვალა? მერე გქონდათ კიდე კონტაქტი, როდესაც პრესაში სტატიები ამის შესახებ გამოჩნდა. მე საფლავი კარგად იცით რა ღირს და მისი გაკეთება. აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე, რაც მას უნდოდა. როგორც უნდოდა, რანაირიც უნდოდა, ეს მას წინასწარ ქონდა ჩემს ნათქვამი. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ 40-ზე შევხვდეთ ერთმანეთს მე და მისი ძმა და მან ძალიან ცუდად მოიხსენია. მის მერე გადავწყვიტე რომ მე მამის ძმასთან კონტაქტი არ მქონოდა. ძმა მოიხსენია და ცუდად თქვენთან დასწრებით? იცვალებული. დაკრძალვაზე არ მოვიდნენ? როგორ არა, დაკრძალვაზე იყო ძმა. ისიც ითქვა რომ ლევანიმ სპეციალურად ნატახტარში გააკეთა კელეხის სუფრა იმისთვის რომ ჩვენ არ აღმოჩენილიყავით ან ბევრ ადამიანს არ გაიგო რომ აბსოლუტურად ყველამ გაიგო ვინც იცნობდა ქალბატონ მაიას და ეს იყო შუა პანდემია რომელიც მე ვიყავი პირველი რომელიც ვიძახდი რომ შეკრება არა და ამ დროს ყველა რესტორანი დაკეტილი იყო თბილისში და ერთადერთი ნახე ნატახტარში ისიც მანქანა თვითონაც დამალდა ხოთა შორის როცა დავჯექით რომ ორი მანქანა ერთ რესტორანის ეზოში არ მდგარიყო ეს სიმბოლური იყო რამოდენიმე ადამიანი ვიყავით ამ პერიოდში ასწდებოდა რაც გედავებიან დღეს ანუ ქონდათ ამაზე პირისპირ საუბარი რა უნდა მე სიმართლე რომ გითხრათ უნდა თბილისის ბინა მაგრამ მე იქ დაბარებული ანდერის მიხედვით უნდა გავაკეთო მუზეუმი ეს ჩემი საცხოვრებელი არასდროს არ იქნება ეს იქნება ის თქვა რაც მაიას უნდა რომ დასრულებულიყო რაღაცეები აქვს რომელიც უნდა დავასრულო აუცილებლად მაგრამ ამ პანდემიის პირობებში ვერ მოვახერხე რომ დამესრულებია იურიდიულად თქვენ მართალი გამოდიხართ ხომ? არსებობს რამ ღმერთის წინაშეც, მორალურადაც და იურიდიულად. ეს ანდერძი, როცა მან დაწერა, მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი. პირველი გაუგზავნია მის მეგობრისთვის, რომელიც პეტერბურგში ცხოვრობს. ამ ანდერძის ასლი. რომელიც მე ამ ქალბატონმა დამირეკა და მითხრა რომ ეს ანდერძი უნდა შესრულდეს. ანუ სხვა მოწმეებიც იყვნენ. რა თქმა უნდა, მაგრამ აი ხო ესეთი სკანდალი მოყვა. იმიდან მივხვდავთ რომ ცოდნოდა. რომ ეს სკანდალი მოხდებოდა, მე მაინც ანდერს შევასრულებდი. კი, გასაგებია ლევან, მაგრამ ძალიან ძიმე ბრალდება, როდესაც ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ფაქტობრივად კვლელობაში ბრალის დადება, რომ ოპერაცია არ იყო საჭირო, მაგრამ ოპერაცია გააკეთა იმისათვის, რომ ეს ქალბატონი აღარ ყოფილიყო და მემკვიდრეობით და ანდერძით განკუთვნილი ქონოდა. ეს იცით როგორი ცილის წამება, აი ვერ გეტყვით. და თვითონაც იციან, ეს რა ტყუილია. ძალიან კარგად იციან თუ რატო უარყო ოჯახი. მან თავის ოჯახი უარყო და ამის ობიექტური მიზეზი გაჩნდა. მეც რო ყოფილიყავი მის ადგილზე მეც ვარყოფდი. ადამიანურად მითხარით, ლევან. რას განიცდით, როდესაც პირველად აღმოჩნდით საშინელი ბრალდების წინაშე, ეს ყველაფერი გახმაურდა, მოყვა სკანდალი, ბრალდებები, რას განიცდით როგორც ადამიანი. ძალიან რო წავიკითხე, ვერც კი წარმომედგინა თუ ასეთი სიბინძურე ვინმე შეიძლებოდა ვინმესთვის ეთქვა. ძალიან გამიჭირდა 24 საათი. ძალიან გამიჭირდა. და სულ ამ ფიქრობდი ამ ყველაფერზე. ტახტზე წამოვწექი და მესიზმა მაია დამაფარა და წავიდა. მან მაშინაც მივხვდი რომ მე ეს უნდა გამეკეთებია. ერთს კითხავთ და ამ თემას დავხურავ. დღეს გაქვთ ამ ქალბატონის დაძმასთან ურთიერთობა თუ გაწყვიტეთ? არა, თქონია არასდროს.